რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება. აი ეს სიმღერა რო არის ბინდისფერია სოფელი, ხო? იმ სიმღერაში ძალიან დიდი აზრი დევს. ვინც დაუკვირდება და მიხვდება. ზუსტად ესეა რა. სამყაროში სანამ ცოცხალი ხარ, აქ ამ სამყაროში. ზუსტად ისე უნდა იცხოვრო. ისე უნდა იცხოვრო, რომ აი სამყაროთა კარიბჭე. ეს არის რა, რომ წახვალ აქედან. იქ შენი მოგონებები წამოვა მარტო. აქედან ვერაფერს ვერ წაიღებ. იმ სამყაროში. შენი კარგი მოგონებები და უნდა დატოვო ის ადამიანობა. აქ, რომ აქ დარჩენილ ადამიანებს ყოველთვის ახსოვდ, რომ შენ იყავი ადამიანი. და გაფასებდნენ და უყვარდე და პატივცემდნენ იმ სამყაროში. დანარჩენი სანამ ღმერთმა ყველა დიდხანს გაცოცხლოთ 100 წელი, მაგრამ სანამ ეს დრო მოვა თქვენ ცხოვრებაში, ჩემი რჩევა არის სულ მაგას ვიძახი. ნებისმიერ წუთს იყავით ბედნიერები. არ უნდა გეშინოდეთ. არასოდეს არ უნდა გეშინოდეთ. იმ სამყაროში წასვლის. იმიტომ რომ აი აქ რო ბედნიერებას იგრძნობა, აქ რო თავისუფლებას იგრძნობს, სულიერ სიმშვიდეს იგრძნობა. იმ სამყაროში ყოფნაც კი არ შეგეშინდება. როდესაც სიყვარულით იქნები ყველაფრის მიმართ, ადამიანების მიმართ, სამყაროს მიმართ, ბუნების მიმართ, სიცოცხლის მიმართ, პოზიტივით იქნები განწყობილი, ვერასდროს ვერაფერი მოგერივა და გამარცხებს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი გზა სულიერი სიმშვიდე რო პოვა ადამიანმა. იყო უბრალოდ ერთი დღით ცოცხალი, ერთი წუთით ცოცხალი, იგრძნო თავი ცოცხლად, ბედნიერ ადამიანად და ეს სიცოცხლე და ეს ხალისი უნდა გაუზიაროს ხვებსაც. ანუ უნდა გასცეთ, ყოველთვის გაეცეთ. არიან ძალიან ბევრი ადამიანები სამყაროში, რომელიც თქვენს გაცემულ ამ პოზიტივს, როგორც ენერგოვამპირები, ისე მიიღებენ და თქვენგან შეიძლება გაიწოვონ ეს ენერგია და უკან არ დაგიბრუნონ, მაგრამ თქვენი მოვალეობა არის, რომ გასცეთ, რასაც ეს სამყარო ყოველთვის დაგიფასებთ, ყოველთვის დაგიფასებთ, უკან დაგიბრუნდებათ. თუ ამ სამყაროში არ დაგიბრუნდებათ, იმ სამყაროში დაგიბრუნდებათ. დაფიქრდი და მიხვდები, რომ სიმართლეს ვიძახი. რა არის ჩვენი სიცოცხლე? ჩიტივით გაგვიფრინდება. ზუსტად ესეა. სანამ ცოცხალი ხარ, დააფასე შენი საყვარელი და ძვირფასი სიცოცხლე.